ბაქო რუსეთზე განაწყენებულია და არც მალავს. მას შემდეგ, რაც ეკატერინბურგში საპოლიციო რეიდს აზერბაიჯანის 2 მოქალაქის გარდაცვალება მოჰყვა, ქვეყანამ რუსეთის საპასუხოდ დიპლომატიურ დემარშს მიმართა. ილჰამ ალიევმა ყველა ის კულტურული ღონისძიება გააუქმა, რომელსაც აზერბაიჯანში კრემლი და მისი მოკავშირე კერძო ინსტიტუტები აწყობდნენ. მეტიც, აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციამ უარი თქვა რუს კოლეგებთან დანიშნულ კომისიაში მონაწილეობაზე. ოფიციალურმა ბაქომ კი რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი დაიბარა. დიპლომატს დაუყოვნებლივ განმარტება მოსთხოვეს. მით უმეტეს, რომ 2 გარდაცვლილის გარდა ურალში ჩატარებული ოპერაციისას აზერბაიჯანის 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, მათგან 10-მდე პირი კი დაშავდა. გამოუთქვამ ღრმა შეშფოთებას რუსეთის უშეშროების ფედერალური სამსახურის მიერ 27 ივნისს ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების სახლებში ჩატარებული რეიდების გამო, რომლის შედეგადაც ჩვენი თანამოქალაქეები დაიღუპნენ. რამდენიმე კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. 9 მათგანი დააკავეს. ველით რუსეთის მხრიდან ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და ამ დაუშვებელ ძალადობრივ აქტში დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას უმოკლეს ვადებში. Sputnik Azərbaycan redaksiyasının əməkdaşları ეს ყველაფერი არ არის. მალევე აზერბაიჯანის პოლიცია რუსული გამოცემა სპუტნიკის აზერბაიჯანულ ფილიალში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. შედეგად ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია სპუტნიკის ხელმძღვანელი იგორ კარტოვიხი და მისი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი. საქმე იმაშია, რომ ბაქომ თებერვალში სპუტნიკს თანამშრომლების რაოდენობა 40-დან 1-მდე შეუმცირა, რაც პრაქტიკულად მისი ლიკვიდაცია იყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ოფისში თანამშრომლები ჩვეული დღის წესრიგით დადიოდნენ. რუსეთის საგარეო უწყებამ მომხდარს არამეგობრული ნაბიჯი უწოდა და რუსი ჟურნალისტების დაკავებაც უკანონოდ შეაფასა. ჩანს, რომ მოსკოვი ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ყველაფრის საპასუხოდ კრემლში კვლავ ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანელი მოქალაქეები მძიმე დანაშაულებთან იყვნენ კავშირში. გულწრფელად წუხვალთ ამგვარი გადაწყვეტილებების გამო. მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ მუშაობა იმ მომხდარის მიზეზებისა და ხასიათის განმარტებაზე, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან ამგვარი დემარშის საფუძველი გახდა. ვთვლით, რომ ყველაფერი რაც ხდება უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას და ეს ვერ იქნება და არ უნდა გახდეს ამგვარი რეაქციის საბაბი. ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ გავაგრძელოთ აზერბაიჯანთან ჩვენი კეთილგანწყობილი ურთიერთობების განვითარება. ეს ურთიერთობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბაქოს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებით მოსკოვთან ურთიერთობებში მეტი ფუფუნება მიეცა. იმის თავისუფლება, რომ შეხედულებებისამებრ ემოქმედა. მათ რა მოხდება მოსკოვსა და ბაქოს შორის? არის ეს ხანგრძლივი დაპირისპირების პროლოგი თუ დიპლომატიური დაძაბულობა განმოხტვის პერსპექტივით? ანალიტიკოსი პაატა ზაქარიაშვილი ევრონიუს ჯორჯიასთან დიპლომატიურ კონტექსტს ხსნის. ბაქოს და მოსკოვის შორის დაძაბულობა ეს არის უკვე დიდი ხანია მოდის, 20 წლიდან, უკვე 5 წელი გადის პრაქტიკულად, მას შემდეგ რაც ბაქომ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება ყარაბაღის საკითხი მოეგვარებინა როგორც თვითონჩატლო საჭირო და ჩაეხსნა რუსეთს, რუსეთის ტყუილებს, რაღაც კონცეფციებს, ყველაფერს და აიყვანა მოკავშირედ თურქეთი. ნუ ხარში ამოუდგა, გაამყარა მისი პოლიტიკური, დიპლომატიური საყრდენები და კავკასიაში გამოჩნდა ახალი ჭრილი თურქეთის სახით და მას შემდეგ აზერბაიჯანი კაფედო ცალსახად რუსეთთან ეძებს და პოულობს კიდევაც პარტნიორულ ურთიერთობას, არა პატრონყმულ ურთიერთობას, რასაც რუსეთი ალაგებს ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. გალდა ბალტიისპირეთის ბუნებრივია. ჩვენ ხედავთ რა ხდება საერთოდ უკრაინაში, ეს კატასტროფაა, მაგრამ სხვა ყველასთან იმისთანაც არა აქვს ომი, ყველასთან აქვს პატრონყმული დამოკიდებული. მე ვარ შენი პატრონი და შენ ხარ ჩემი ყბა. სამწუხაროდ ეს ვრცელდება საქართველოსაც უკვე. ამ ფონზე აზერბაიჯანიერ გამონაკლისი, რომელიც ელაპარაკება, ცდილობს და ელაპარაკოს რუსეთს როგორც პარტნიორი, ტორი ტოლს. რაღაცა დაუთმოს, რაღაცა არ დაუთმოს და ასე შემდეგ. ამ ფონზე უკვე პირველად არ ხდება ასეთი დაპირისპირება, როცა რუსეთმა ჩამოაგდო აზერბაიჯანულ თვითმფრინავი და მოიქცა აბსოლუტურად ამორალურად, როცა არც კი ჩათვალა საჭიროდ რომ აეხსნა რა მოხდა და მე მოუწია მიზაკეთება. როცა არ შეუშვა აზერბაიჯანის დიპლომატთა და პარლამენტის წევრები, რათა საზღვარიდან უკვე გამოაბრუნეს. ალიევი არჩევდა 9 მაისს, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა იყო. ანუ ყველგან სადაც კი აზერბაიჯანი თulis რომ რუსეთს უნდა აგზნობინოს, რომ მასთან არ გამოუვა პატრონყმული ურთიერთობა, ყველგან ამას აზერბაიჯანი აკეთებს, ასე გაგრძელდება კიდევაც. ბაქოს პოზიციები მყარია, მდგრადია, ბაქო არ სპეკულირებს. ანუ მხოლოდ მაშინ უტევს რუსეთს, როცა აშკარად მორალური, პოლიტიკური, სამართლებრივი, თქვათ ასე უპრეტესობა აქვს. და არანაირ ჭორებს არა აყოლილი და რაღაც ანუ არ ეძებს რუსეთთან დაძაბულობას, რაც ძალიან კარგი სტილია. ნათელია, რომ მოსკოვი კავკასიაში ძველ პარტნიორებს კარგავს.
მათ შორის ისტორიულ მეგობარს სომხეთს, რომელთან ურთიერთობები სწორედ ყარაბაღის ომის შემდეგ დაიძაბა. რუსეთი კარგავს კავკასიას, მარტო თბილისში არის მითეს, ყველგან ხამას ხედავენ და ყველგან ელოდებიან, როგორ მოქმედებს მუშაობს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები. სომხეთიც კი, რომელიც ყველაზე მეტად არის ჩაბმული რუსეთზე, რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება ლეგიტიმური რუსული ბაზა, ერთადერთი ლეგიტიმური სამხედრო ბაზა არის გიუმრიში, სომხეთის ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო საოკუპაციო ჯარებია, მაგას ეს ბაზებია რუსული და მიუხედავად ამისა, ეკონომიკა თვითონ მიბულია სომხეთის რუსეთზე, მიუხედავად ამისა სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება პრინციპულად და კაფეო ცდილობს დისტანცირება მოახდინოს რამდენად შესაძლებელია რუსეთს რამდენად შესაძლებელია ყველაფერი არ გამოუვა მაგრამ ეს ამას აკეთებს ოდკბ-ს მიმართ დამოკიდებულება კოხოს მიმართ დამოკიდებულება ზაკვია სხვა დსთ-ს მიმართ დამოკიდებულებაში ყველგან ჩასკარა ჩანს სომხეთის დისტანცირება რუსეთი ყველაფერს გააკეთებს რათა დრო გაწელოს და მე მომავალ რაღაც კონტექსტში რაღაც შეხვედრა დაიგეგმოს, რომ აზერბაიჯანსაც უჭირდება რუსეთთან კარგი ურთიერთობები. მოდის არ პატიებს რუსეთს ქედმაღლურ დამოკიდებულებას და აი პატრონყმულ დამოკიდებულებას. არ პატიებს, თორე აზერბაიჯანს ჭირდება რუსეთთან კარგი ურთიერთობები, კასპიის ზღვის კონტექსტი მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისათვის. საქართველოსგან განსხვავებით რუსეთს არ აქვს ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიები, ამიტომ ეგზისტენციალური დაპირისპირება რუსეთთან არ აქვს. აზერბაიჯანს შეუძლია უფრო თამამად ელაპარაკოს და თამამად დაუთმოს რაღაცეები, ისე თამამად არ დაუთმოს. ბოლო ინციდენტი ბაქოსა და მოსკოვს შორის, რომელიც ყაზახეთში რუსეთის მიერ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდებოდა, პუტინის ბოდიშით ამოიწურა. თუმცა როგორც ჩანს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში ამან ღრმა კვალი დატოვა. ეკატერინბურგის ეპიზოდმა კი მოსკოვსა და ბაქოს შორის დაძაბულობის ახალი კერა გააჩინა.